მოგესალმებით მეგობრებო, მე უმარი ვარ და ეს Wild Dog-ით. ეს მე ვიყავი, წაქცევამდე. აქ ვაპირებდი მეთქვა რომ დღეს თემუდან გამოწერილი საკემპინგო ნივთები უნდა გამეტესტა. ვიდეოს იდეა მაშინ დაიბადა, როცა YouTube-დან პირველი მონეტიზაცია ჩამერიცხა. ყველა YouTuber-ის სანატრელით. მაგრამ ხომ იცით, მადა ჭამაში მოდის. 91 ევროს არ დავჯერდი და ნახევარი თემო გამოვიწერე. ახლა კი გამოვყევდი ერთად ნახოთ თუ რას ველოდებოდი და რა ჩამოვიდა სინამდვილეში. შედარებით ისეთი მეჩხერი ადგილი მინდა ვიპოვო, სადაც ამაქსაც გავშლი და ზემოდან ტენტის დაფარებასაც შევძლებ. ყოველთვის როცა ესე ლაშქრობაში ან კემპინგზე მიდიხარ, კარეთა ჯიბეში კალორიული სნექი ყოველთვის მზად უნდა გქონდეს. მე ამ შემთხვევაში წამოღებული მაქვს მიწისთხილის და ქიშმიშის დუო, რომელიც ძალიან გემრიელია და ძალიან კალორიული. რადგან პატარა ენერგიას და კალორიებს არ ხარჯავ ხოლმე ამ დროს. კაია. აი სიტყვა და მარილია ძალიან იდეალურად ეზავება ერთმანეთს რა. ეხლა ეს რომ პორტალი იყოს და ამაში გასვლით უცებ YouTube-ზე 100,000 გამომწერი გამიჩნდეს, გავგიჟდები რა. აი ეს ადგილი არის შედევრი, რასაც ქვია. და ისიც მეგობრებო, როგორც იქნა საკემპინგო ადგილი ვიპოვნე. შედარებით ბევრი ხია აქ და თავისუფლად შევძლებ სხვა პოზაში გავშალო, როგორც ჰამაკი, ისე ზემოდან ტენტი. მოვედი ჩვენი ლოკაციის ადგილზე, აქ განვიხილავ თემუდან გამოწერილ ნივთებს და იქ გავშლი ბანაკს. პირველი მინდა დავიწყო ამ ლამაზი ქუდით, რომელშიც გადავიხადე 21 ლარი და 32 თეთრი. საკმაოდ საინტერესო ქუდია, კიცხელია და ხარისხო ტყავია, მაგრამ ლამაზია. Adios amigos, muchachos. მომდევნო ნივთი არის ჰამაკი, რომელშიც გადავიხადე 41 ლარი და შეუდგები ამის გაშლას ახლა. საკმაოდ პრაქტიკული ჰამაკია, 2 თოკისგან შედგება და დანარჩენი ერთიანია, თავის ჩასადებთან ერთად იშლება. 2 თოკით არის, რომელსაც მარეგულირებლებიც აქვს. ამას ჯერ დაბალზე დავაყენებ, რადგან სკამად გამოვიყენებ და შემდეგ უკვე ძილის დროს ზემოთ ავწევ. მომდევნო ნივთი არის ეს პატარა ტენტი, რომელშიც გადავიხადე 15 ლარი და 59 თეთრი. წვიმას ველოდები როგორც ყოველთვის, მაგრამ არასდროს არ წვიმს. პატარა, ძალიან პატარა, ძალიან. ამა რა წვიმის გამო უნდა დამიცვას. ავი, რაზე უნდა გამოიყენო ეს, აი რისგან უნდა დაგიცვას, ამან. ესეც კი პატარაა, საწვიმრად რომ იხმარო. კაი, გეგმა B გვაქვს. ესეც ჩვენი გეგმა B. იმედით რომ წვიმა იქნებოდა, ესეთი საწვიმარი პონჩო გამოვიწერე, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ დღეს ჩვენ კემპინგზე წვიმას არ აპირებს საერთოდ, შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ტენტი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ესეთი პატარა ჩანთაც ვიყიდე თემუზე, რომელიც არის საკემპინგო ხელსაწყოების ჩანთა და საკმაოდ პრაქტიკულია და გადავიხადე 7 ლარი და 26 თეთრი. ეს პონჩო იშლება. იმ ტენტთან შედარებით ეს ბევრად დიდია. აი ესე კუთხეებში თოკის გასაყრელი აქვს და შეგიძლია დაამაგრო ნებისმიერ ადგილას. რა თქმა უნდა, ახლა ამის დასამაგრებლად გვჭირდება თოკი, რომელიც თემუდან გამოვიწერე. ეს არის პარაკორდის თოკი. ჯამში არის 50 მეტრი და გადავიხადე 20 ლარი და 68 თეთრი. შედარებისთვის რომ იცოდეთ, აქ ეს თოკი დაახლოებით მეტრ აღირს 2 ლარი. ანუ სადღაც 100 ლარი მაინც უნდა ამას რა მინიმუმ. ნემსი აქვს დასამაგრებლად და გირჩევთ რომ ეს ნემსი არ დაკარგოთ, შემდეგ კარგი სამაგრია თოკისთვის.
ყოველთვის ეცადეთ რომ მარტივი კვანძები გააკეთოთ. რთული კვანძები არ არის საჭირო, მერე დასაშლელად რთულია რა. Rahan უკან არ გვაქვს ახლოს ხე, ესეთი რამ მოვიფიქრე. ესე არსად ავარწავა. ესეთი ბანაკიც მოვაწყვეთ. ცოტა პატარა წვიმისგან კი დაგვიცავს, მაგრამ დიდი წვიმა თუ მოვიდა, უნდა გავიქცეთ რა. მომდევნო ნივთი არის ეს დასაკეცი ხერხი, რომელშიც 18 ლარი და 25 თეთრი გადავიხადე. ესე იშლება და იკეცება. რაც შეეხება թե უნდა გამოწერილ ხერხზე, მაქვს უკვე გამოცდილება და ძალიან კმაყოფილი ვარ, წელიწადზე მეტია ერთგულად მსახურება. და ვნახოთ აბა ეს გავტესტოთ ახლა როგორ იმუშავებს. ეს ხე სულ გამხმარია და ამაზე ვცდიაბა. ესეც 18 ლარიანი ხერხი. სხვადასხვა იმ ხერხზე კარგად ჭრის მე რომ აქვს. ეხლა მინდა გაჩვენოთ წყლის ფილტრი, რომელთაც შეგიძლიათ ესე ბუნებაში გარეთ წყალი გაფილტროთ და სასმელი წყალი მოიპოვოთ. დიდი მოლოდინი არ მაქვს, იმდენად იაფი იყო, მაგრამ მაინც ვნახოთ და გავტესტოთ. ეს არის აღნიშნული საშუალებები, რომელშიც 15 ლარი და 17 თეთრი მივეცი. ხევს ვნახავ ეხლა, სადაც გასაფილტრი წყალია და ვნახოთ აბა როგორ გაფილტრავს. აი ესეთი გუბურა ვნახე, წყალი გროვდება და აქედან ავიღებ ამ წყალს. წყალი ამოვიტანეთ და აბა ვნახოთ რა სიზამს ახლა ეს. აი ესეთი წყალი გვაქვს ამოტანილი. აი ესეთი შავი რაღაცა წამოიღო. დიდი ალბათობით შიგნით არის ნახშირი რა და მაგიტო აქვს ესეთი შავი ფერი. აი ეს შედარებისთვის როგორი წყალი იყო და როგორი გამოვიდა. ავი ახლა ეს ჭუჭყი და სიბინძურე მოაცილა, ეს ტალახი და სილა და რაღაცეები, მაგრამ ბაქტერიებს რამდენად მოკლავს, ეგ გამორიცხულია რა. წამოდუღების გარეშე ეგ შეუძლებელია. ეხლა კი დროა დავაგემოვნოთ რა გაფილტრა. ძალიან კი მეშინია, მაგრამ ნახშირი მაქვს დალეული და იმედია, რამე ისე ძლიერი ინტოქსიკაციას არ გამოიწვევს. სილის და ტალახის გემო აქვს რა. ვიამის მერე წამოვადუღოთ და ისე დალიოთ რა. ეხლა კი მომშვიდა და მაგიდა უნდა გავშალო. მაგიდასაც შეეხება კიდე ესეთი პრაქტიკული მაგიდა ვიყიდე, რომელშიც გადავიხადე 59 ლარი და 50 თეთრი. საკმაოდ პრაქტიკული მაგიდა, ჩატია, რაც მთავარია და პატარა ადგილს იკავებს. აბა ვნახოთ ჩვენი მაგიდა. ძალიან კარგი მაგიდა, ძალიან ჩატია რა. ძალიან სიფრიფანაა, მაგრამ ყარი არის. ეხლა გემრიელი ბურგერი უნდა მოვამზადოთ. დღესაც შეეხება ჩვენი მენიუ იქნება ბურგერი, გემრიელი ბურგერი მინდა მოვამზადო. ესე ჩვენი მომდევნო ნივთი, ჰერმეტული საჭმლის შესანახი პაკეტები, რომლებიც საკმაოდ პრაქტიკულია კემპინგისთვის და ლაშქრობის დროს. შეგიძლიათ დაახარისხოთ მასში საჭმელები და სხვა ადგილას შეინახოთ. ესენი ჯამში არის 70 ცალი და ღირდა 10 და 93 თეთრი. საკმაოდ კარგი ხარისხია, არ იხევა მარტივად, წყალიც არ გაზდის, საკმაოდ კარგია. საქონლის ფარში მაქვს წამოღებული.
მე ბურგერის ხორ შეწვის დროს უმატებ მხოლოდ და მხოლოდ მარილს და შავ პილპილს. ახალი გაზის თავი გვაქვს. ეს არის გაზის თავი, რომელშიც გადავიხადე 44 ლარი და 20 თეთრი. მართალია მე მქონდა უკვე გაზის თავი, მაგრამ ის არაპრაქტიკული იყო, პატარა იყო წონით, მაგრამ მილიმეტრებში თუ არ გაასწორებდი გაზს, ტაფა ვარდებოდა. ეს შედარებით განიერია და უფრო მოსახერხებელია. აუ ძალიან მაგარი სუნი გაუშვა რა. წელიწადზე მეტია ეს გაზის ბალონი რაც მაქვს. ხორცი გავამზადე, ეხლა ხავს გავამზადე, ბეკონს და ეგ არის რა. ესეც კომპასი, რომელიც ვერსად ვერ ჩავაკვეხედა და კარგვითაც არ დავკარგულვა რო თემატურად მეჩვენებინა. ესეთი კომპასია, ამაში გადავიხადე 8 და 35. საკმაოდ კარგად მუშაობს რა. თავისი სახაზავიც აქვს და სხვა ფუნქციები აქვს. გამადიდებელიც აქვს. აი ახლა დიდად გხედავთ. როგორ აჭერ გამოწერის ღილაკს ხერს და ალაიქებ ვიდეოს. მოკლედ მეგობრებო, ინგრედიენტები გავამზადე და ახლა შევუდგები მათ აწყობას და დაგემოვნებას. გვაქვს ბეკონი, ხორცი, ყველით, ხახვი, კეჩუპი, სალათის ფურცელი და რა თქმა უნდა პური. ვფიქრობ კეჩუპისგან თავი შევიკავო, იმიტომ რომ კი ცოტა მშრალი იქნება, მაგრამ მგონია რომ კეჩუპი გამიფუჭებს რა. ამიტომ კეჩუპი არ გვინდა. ესე გამოიყურება ჩვენი ბურგერი. კეჩუპი ნამდვილად არ მოუხდებოდა. აუ, ძალიან მაგარია. საბურგერე უნდა გავხსნა. Wild burgeri. Ჟუმრიელია ჩემი. აუ ძალიან მაგარია. არ უნდა გავჩერდეთ მეორეც. კეჩუპი მართლა ზედმეტი იქნებოდა ამაზე რა. ეს ხახვიც ძალიან მაგრად უხდება. აუ ბოლო მაგრა იტვირთება. ჯვარედინად გავუშვათ რომ არ დაგვეშალოს. ესეც მეორე. დღის საუკეთესო დასასრული. ეს ბეკონი მოუხდა ძალიან მაგრად. ფენა ყველაფერი. იდეალურად. ბოლოლუკ. ნაუ საოცრება იყო რა, ესეთი გემრიელი ბურგერი, кайხანი არ მიჭამია. საბურგერეს ხსნით რა. Wild burger. ვაი.
საბურგერე ვსვნით რა. Wild burgeri. ეხლა ამ ჰამაკს ცოტა ზევით ავწევ, შიგნით შემდეგ ჩავდებ გასაბერ ლეიბს, საძილე ტომარას და დავიძინებ. ორად შეეხება ლეიბს. ეს არის გასაბერი მატრასი, რომელიც საკმაოდ პრაქტიკულია. პატარა ადგილს იკავებს, წონაც იდეალური აქვს და ამაში გადავიხადე 45 ლარი და 20 თეთრი. აუ მატრასი რა კაი რბილია იმენ. აბა მუჩაჩოს, ესეთი გამოვიდა თემუ კემპინგი. მადლობა რომ მიყურებდით, ჩემთან ერთად იყავით. მე ომარი ვარ, ეს Wild Dog-ის არხია. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Adios amigos.